საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად იცის, რომ ამგვარი ძალადობრივი პროცესების უკან, რომელიც გასულ წელს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარეობდა, რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები იდგნენ. მათ მდიდრებს უცხოელი სპონსორები ხდიან, ის დამფინანსებლები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლით манипулირებენ და ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ. ნაც NGO-ები, სწორედ ასე იცნობს ხალხი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ნაცრადიკალების განუყოფელი ნაწილები არიან. მუდამ მათ აზრს იზიარებენ და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მოქმედებენ. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც საქართველომ თავდაპირველად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უსამართლოდ ვერ მიიღო, NGO რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ, ხელისუფლების გადადგომას და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ ყავდეს ისეთი მთავრობა. თუმცა, ჩავარდნილი NGO რევოლუციის მიუხედავად, ქართულ მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს დესტრუქციულ მიზნებზე ხელი არ აუღიათ და მალევე ქვეყანაში ახალი დესტაბილიზაციის კერის შექმნა სცადეს, როდესაც ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონი დააინიცირა. ცხადია, ნაცნჯეოს სექტორს არ აწყობდა მათი დამფინანსებლებისა და დონორებისგან მიღებული ფინანსებისა და დავალებების გამოაშკარავება. ამიტომაც გამჭვირვალობის კანონს რუსული დაარქვეს და საპროტესტო აქციების ორგანიზებას შეუდგნენ. ეს არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგ, იმიტომ ეს ზღუდავს. თახდით იმაზე, რომ რუსული კანონია. იმიტომ რომ მავნებლობა არის. რატომ არის ერთი არგუმენტი? მორჩა არ არის არგუმენტი შეგიძლია. მათ უნდათ რომ შევიდეთ განსაკუთრებით შინაარში, რომ ჩაიკარგოს, რომ ეს რუსული კანონია. არა, ეს არის რუსული კანონი, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა გავყვეთ. რომელი მუხლი არის ეხლა რა შინაარში მოვიდე? შეგიძლიათ რომ ყველაფერი რუსული. თავიდან ბოლომდე ხა მე კანონს ხარ წაიკითხავ. მარტო ჩემი სიტყვები ხო არ არის? ან მარტო ვინმე სიტყვები ახაურის ხო? ისინი გვეუბნებიან. რატო გვეუბნებიან მაშინ კითხეთ რა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეზიდათ საპროტესტო აქციებზე და ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტად წაეხალისებინათ, შექმნეს ფონდები. აქციის მონაწილეებისთვის ყიდულობდნენ სხვადასხვა საშუალებებს. ახალგაზრდებს ურიგებდნენ აირწინაღებს, წიწაკის სპრეებს, პიროტექნიკას, რესპირატორებს და სხვადასხვა არაერთ თავდაცვით თუ თავდასხმებისთვის განკუთვნილ საშუალებებს. ამ ყველაფრისთვის 10,000-ობით ლარიც დახარჯეს. თუმცა, საიდან მოდიოდა აღნიშნული თანხები არასდროს გაუმხელიათ. ნაცნჯოები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები გაგრძელებულიყო. მათ სურდათ უცხოელი სპონსორებისთვის ეჩვენებინათ, რომ აქციები მასშტაბური იყო. თუმცა ეს ასე არ ყოფილა. რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა იმდენად იკლებდა, რომ კანონიერად გზის გადაკეტვასაც ვეღარ ახერხებდნენ. ამიტომაც ახალი გეგმა შეიმუშავეს. მიუხედავად ხალხის რაოდენობისა, რუსთაველის გამზირი უნდა გადაკეტილიყო. ნაცნჯოებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ ქუჩას არასაკმარისი რაოდენობის ადამიანი გადაკეტავდა, სახელმწიფო იძულებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაეტარებინა. კერძოდ, კანონდამრღვევებისთვის 5,000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა გამოეწერათ. რადიკალებმა მალევე ფონდების შექმნა დაიწყეს. ხალხს მოუწოდებდნენ არ შეშინებოდათ ჯარიმების. ისევ გამოსულიყვნენ ქუჩაში, ისევ ჩართულიყვნენ ძალადობრივ პროცესებში. ჯარიმებს კი თვითონ გადაუხდიდნენ, რაც თავისთავად ძალადობის წახალისება და სახელმწიფოს საბოტაჟის მცდელობაა. თუ ეხლა ჩვენ 5,000 ლარიანი ჯარიმი შეგვეშინდება და გავჩერდები და პროტესტი მორჩება ესე თქვა, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს მერე 4 კედელში გამომწყვეტა. თავარი ის არის, რომ ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვიბრძოლით. ბოლომდე რუსულ რეჟიმს სანამ არ გავასრულებთ და სანამ ხოცებს არ გავყრით ამ ქვეყნიდან, მანამდე არ გავჩერდებით ხალხო, არ მეშინია. პირდაპირ გეუბნებით, არ გვადარდებს თქვენი ჯარიმები. ამიტომ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ძალადობის დამფინანსებელი და წამხალისებელი ფონდები, მათ შორის ნანუკას ფონდი, ნიკა გილაურის პროსპერითი და ფონდი ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშებით დაყადაღდა. აღნიშნული ფონდები იხდიდნენ არა მარტო გზის გადაკეტისთვის გამოწერილ ჯარიმებს, არამედ ვანდალიზმში მხილებული პირების ჯარიმებსაც. დღეისთვის ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 850,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. ამჟამად განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს 100-მდე პირს.
რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრება ქონების დაყადაღება და ჩვენ ვერ ვახერხებთ ახლა ამ ჯარიმების გადახდას, რადგან ჩვენი ანგარიშები არის დაყადაღებული. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე გავხარჯეთ 100,000 ლარი ჯარიმებზე და გვჭირდება ფონდის შევსება, რომელიც იწურება. ფონდების პარალელურად დაყადაღებულია 7 მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია. საქალაქო სასამართლო, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ფულად ტრანზაქციების შემდგომი არამიზნობრივი გამოყენება უცხოეთიდან დაფინანსებულ ნაც NGO-ებს შეუზღუდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მდიდარი NGO-ები 2024 წელს მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილე ძალადობრივ ჯგუფებს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ და ამარაგებდნენ ისეთი სპეციალური აღჭურვილობებით, რომელსაც შემდგომ ძალადობრივი დაჯგუფებები პოლიციასთან დაპირისპირებისას იყენებდნენ. მათ შორის NGO-ების გავლით მარაგდებოდა ძალადობრივი აქციები აირწინაღებით, ჩაფხუტებითა და ხელკეტებით. მათი თანხები სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების ფინანსური მფარველობისთვისაც, მათ შორის კანონდამღვევების სასარგებლო ჯარიმების გადახდისთვის. ძალადობაში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების გარდა, NGO-ების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები მოკავშირე ნაც ოპოზიციასთან ერთად დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის შესახებ საჯარო და მიზან მიმართული მოწოდებებით პირდაპირ ახალისებდნენ პროცესების რადიკალიზაციას. შენად მოვალთ და როცა მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული. უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომ ნაც ოპოზიციასთან უნისონში მოქმედებენ, ხოლო მათი თანხები ქვეყანაში არეულობის მოწყობას ხმარდებოდა, ბევრი ფაქტი ადასტურებს. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების ოფისებიდან ამოღებული ძალადობის სხვადასხვა იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ვიდეო მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ ნაც NGO-ები იყვნენ დესტრუქციული პროცესების წამხალისებლები, თანაც ამ ყველაფერს დიდი სიამაყით თავადვე აღიარებდნენ, დაყადაღების შემდეგ აღნიშნული არასამთავრობოების ხელმძღვანელები აღარც ფაქტებს აღიარებენ, მეტიც ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს საერთოდ არ შესწრებიან. არაფერი ეგეთი არ შეგვიძენია, რესპირატორი შეძენილი არის 2024 წელს. ძალადობრივი აქციების ჯერ ერთი არ იყო, მაგრამ სამართლიან არჩევნებს აქციებისთვის არასოდეს არაფერი არ შეუძენია. პირბადეები, რომელზეც სავარაუდოდ გვედაობიან, იყო თანამშრომლებისთვის. ჩვენ აი ამ ძალადობისა და რისკის ზონაში ჩვენი თანამშრომლობისთვის გვჭირდებოდა უსაფრთხოების საშუალებები და ის ერთეული რაოდენობის 10, 15, 20, 25 ხო, რესპირატორები, სათვალეები, თავის კეპები ხო, რომელიც გაეროსა და EUTHO-ს მიერ დადგენილი სტანდარტებით შეძენილი სამედიცინო და უსაფრთხოების საშუალებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად აქციების სასარგებლოდ. ისინი აქციებს, სადაც ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცველებს პიროტექნიკას თუ მოლოტოვის კოქტეილებს დამიზნებით ესროდნენ, ისე მშვიდობიანს უწოდებენ, რითიც კიდევ ერთხელ საჯაროდ ახალისებენ ძალადობას. თუმცა, საქმეში დევს მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები 2024 წლის ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს ფინანსებს მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის ხარჯავდნენ და დემოკრატიის სახელით ძალადობას აფინანსებდნენ. მიერ ჩარიცხული თანხები, რაშიც იხარჯება, ამაზე ანგარიშებს ვაწვდით ჩვეულებრივად დონორებს. რას ნიშნავს მშვიდობიან აქციებში მონაწილეობა, ეს არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება და გადაწყვეტილება. ის მშვიდობიანი იყო? აქციები იყო მშვიდობიანი, ჩემი აზრით მშვიდობიანი იყო. მე არ ვიცი ვინ ისროდა მოლოტოვის კოქტეილს, მე არ დამინახავ. ხორციელებდით საქართველოს ევროპული დემოკრატიული მომავლის დაცვას. რაზეც მქონდა ინფორმაცია გაუზიარე, თუმცა არ ყოფილა არც ერთ დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანი არის შესყიდული, ვინმეს მიერ ან უკანონოდ არის რაიმე ესეთ კითხვა საერთოდ არ დასწრება. მართველი გუნდი გამოძიების შედეგებს ელოდება და NGO-ების ორგანიზებულ ძალადობრივ პროცესებს იხსენებს. აცხადებენ, რომ ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვყავს. ყავს კონკრეტული აგენტურა, ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი არის, რომელიც გარედან ფინანსდება და მათ იყენებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვის, საზოგადოების დაპირისპირებისთვის, გახლეჩისთვის და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. სამწუხაროა ნამდვილად, რომ ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აწარმოებდნენ, აკეთებდნენ, ამის ნაცვლად პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, რევოლუციურ პროცესებში არიან ჩართული და ეს არის ის საბოლოო შედეგი,
ეგეც ალბათ რაც ყველა უნდა იცოდეს, რომ როდესაც შენ საქმეს არ აკეთებ და ხელს უშლი სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ნორმალურ განვითარებას, საბოტაჟს აწარმოებ, მტრულ ორგანიზაციებს ეხმარები, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს არის გამოძიების ფუნქციაც რომ კარგად გამოიკვლიოს ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა კონდეს იმის მოლოდინი, რომ ამას ექნება თავისი პასუხისგებლობა და შედეგები. USAID, რომელიც ძირითადად აფინანსებდა მათ შორის საქართველოში NGO-ებს, არის თაღლითი ორგანიზაცია და გააუქმა საერთოდ ზუსტად იმ მიზეზით, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი აფინანსებდნენ შავი ფულით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ერეოდნენ შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის ტრამპის სიტყვები, ეს არის რუბიოს სიტყვები, ეს არის ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელის სიტყვები. შესაბამისად, ამაზე მეტი შეფასება რა უნდა ქონდეს ქართველ NGO-ებს, რომ მიხვდნენ, რატომ მოხდა მათი მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა, რაც შეეხება იმას კანონს, ვინც დაარღვევს, ყველა ქვეყანაში სამართლებრივი რეაგირება იქნება. რამდენიმე თვის წინ დაწყებული გამოძიება მალე გასცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს. ვინ აფინანსებდა ეგრეთ წოდებული ფონდებისა და NGO-ების გავლით ძალადობრივ საპროტესტო აქციებს და რა კონკრეტული თანხა დაიხარჯა ევროპული მომავლის დაცვის სახელით ძალადობის ორგანიზებაში.